გთხოვთ მოაცილოთ ეკრანებს პრავასლავნიკები. ყველა ვისაჯერა რომ სტალინის დაარსებულ მოსკოვის საპატრიარქოს ღმერთთან მეტი აქვს კავშირი, ვიდრე NKVD-სთან, KGB-სთან და დღეს FSB-სთან. თუ ასტები მაინც დარჩით ეკრანთან, უნდა ამიხსნათ რა ხდება აი აქ. რაც ამ კადრიდან გასაგებია. სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი ჩავიდა მოსკოვში და პუტინის შემდეგ კირილე გუნდიაევს შეხვდა. ხელცარილი ხوار მივიდოდა და აჯილდოვა სერბეთის უმაღლესი ჯილდოთი, რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენით. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ გაცილებით საინტერესოა ორდენამდე რა ეკიდა გულზე მოსკოვის პატრიარქს. ეკიდა პანაღია, ეპისკოპოსების გამოსარჩევის სამშვენისი, მაგრამ რომელი და როგორი. აი ეს. მარცხენა ფოტოზე რუსეთის პატრიარქია, მარჯვენაზე უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმერი, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა. ყველაფერი რაც ება და მათ შორის ეს პანაღიაც მან მიტროპოლიტ Александре Драбинкос уандерца. Владыко Александр, о какой панагии идет речь? Откуда она вообще? В 2016 году у меня в доме, я проживаю за Киевом, было вооруженное нападение, ограбление и украден сейф, в котором находилась эта панагия. ბოლომდე მართლები რომ ვიყოთ, არის შანსი რომ თავის დროზე გაკეთდა ამ პანაღიის ზუსტი ასლიც. თუმცა ამის შესახებ არავის არასდროს არაფერი გაუგონია. არადა ის მოპარული ნიმუში საგანგებო შეკვეთი დაამზადა კიევის ლავრის ювелирმა. Данный экземпляр – это штучная работа, индивидуальная работа, индивидуальный заказ, который фактически не был в тираже никогда. Вот. Да, она дорогостоящая. На 98 год ее стоимость составляла от $15 000. Там рубины и сам по себе материал, это золото, более 200 грамм. Были арестованы несколько человек. Один из них, который отец Стефан Бенсон, к сожалению, был клириком Украинской православной церкви вот на это время. Вот, он был арестован, потом он заключил договор со следствием, без моего ведома потерпевшей стороны. Да, из украденных около 80 единиц мне вернули только 20, но это не той ценности, которые остались у грабителей. Ну и по сведению следствия, вещи были вывезены в Россию. ოქროლალი, მოკლედ ასე. მთელი მე-19 საუკუნე რომ ზიდეს რუსის ჩინოვნიკებმა, ბატიუშკებმა და ეგზარქოსებმა ქართული საეკლესიო იქონება ოქრო და ვერცხლი რუსეთში. მერე გიზეთ მთლიერი დაგვაწყევლეს. ეგ იმიტომ კი არ მოხდა რომ მაინც და მაინც ცარიზმი იყო ცუდი. არა, ეგაა მაგათი ბუნება. ვისაც რაზე მიუწოდება ხელი. ზოგი ოქროს ჩანგალს იპარავს, ზოგი ოქროს პანაღიას, ზოგიც უნიტას თუ სხვა აღარაფერი დარჩა მოსაყარი. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.